მოგესალმებით, მეგობრებო. დღეს ვაპირებ გესაუბროთ თემაზე, რომელიც ყველგან ისმის. ტელევიზორში, სოციალურ ქსელში, სამსახურში. საუბარია ხელოვნურ ინტელექტზე. ბევრს გონია, რომ AI არის რაღაც ჯადოსნური ტვინი ან რობოტი ფილმებიდან. ტერმინატორი, რომელსაც ყველას დაპყრობა უნდა. რეალობა ბევრად უფრო მარტივია, თან უფრო საინტერესო. დღეს ყოველგვარი რთული ტერმინების და ემოციების გარეშე ავხსნით, როგორ მუშაობს AI სინამდვილეში, რა განსხვავებაა ჩვეულებრივ პროგრამას და AI შორის, რატომ გახდა ის მაინც და მაინც ახლა ასეთი პოპულარული და ბოლოს უნდა გვეშინოდეს თუ არა მის. პირველ რიგში განსაზღვროთ, რა განსხვავებაა ჩვეულებრივ პროგრამას და AI შორის. ჩვეულებრივ პროგრამაში, როდესაც პროგრამისტი იწყებს წერას, ის მკაცრ ინსტრუქციას აძლევს კომპიუტერს. მაგალითად, თუ მომხმარებელი დააჭერს ამ ღილაკს, მაშინ გააკეთე ეს. ამას ქვია დეტერმინირებული ალგორითმი, რაც მარტივად გულისხმობს შემდეგს. ერთი და იგივე პარამეტრებით მე ყოველთვის დამებრუნდება იგივე შედეგი. არ მოხდება ცდომილება პასუხში ან ნაბიჯებში. როდესაც ვწერ ღილაკზე დაჭერით უნდა გაიხსნას ფანჯარა და დაიწეროს Hello World, ის ყოველთვის ამას დაწერს. Goodbye World-ს არასდროს არ დაწერს. ამ შემთხვევაში კომპიუტერი არის ძალიან მონდომებული, მაგრამ სულელი ასისტენტი, რომელიც მხოლოდ იმას აკეთებს, რაც ზედმიწევნით ეწერა ინსტრუქციაში. ხელოვნური ინტელექტი კი სულ სხვანაირად მუშაობს. აქ ჩვენ კომპიუტერს კი არ ვეუბნებით რა ქნას, არამედ ვანახებთ მილიონობით მაგალითს და ვეუბნებით, რომ ამ ქმედებაზე ეს არის შედეგი. კანონზომიერება შენ თვითონ ისწავლე. მაგალითად, თუ გვინდა პროგრამამ გაარჩიოს კატა და ძაღლი, ჩვეულებრივი პროგრამირებით უნდა დაგვეწერა, თუ აქვს სამკუთხედი ყურები არის კატა, მაგრამ კატას ყური თუ დახრილი აქვს, მაშინ პროგრამა აღარ მუშაობს. AI მიდგომით ვანახებთ 1 მილიონი კატის სურათს, AI პოულობს პიქსელების განლაგებას, რომელსაც ჩვენი თვალი ვერც კი ამჩნევს და სწავლობს ამოცნობას. ყველაზე ხშირად მესმის კითხვა AI როგორ სწავლობს. აქ შემოდის ეს სიტყვა machine learning, მანქანური სწავლება. მე ამას ყოველთვის ბავშვის მაგალითზე ვხსნი. პატარა ბავშვი რომ პირველად ხედავს ცეცხლს, თუ არავინ უთხრა რომ ცხელია, მიდის და ხელს კიდებს. ხელი ეწვება და ეს ტკივილი არის მისი პირველი გამოცდილება, პირველი ინფორმაცია ცეცხლის შესახებ. მეორედ უკვე იცის რომ აქ სიფრთხილეა საჭირო. AI ზუსტად ასე სწავლობს. ის არ ფიქრობს, არ აზროვნებს, უბრალოდ შეცდომებს ამცირებს. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ გვინდა ვასწავლოთ AI-ს ქართული 100 ცნობა. პირველი რაც უნდა გავიგოთ არის ის, რომ AI-მ საერთოდ არ იცის რა არის 100. ჩვენ რომ ვხედავთ 100 და ეგრევე ვხვდებით, AI-ის შემთხვევაში ეს ესე არ მუშაობს. მისთვის ფურცელი არის უბრალოდ პიქსელების ნაკრები, მუქი პიქსელები არის 1, თეთრი პიქსელები 0. ანუ 100-ა მისთვის გადაიქცა რიცხვებად. შემდეგი მოდის წონები, ეგრეთ წოდებული weights. ეს არის AI-ის ასე ვთქვათ ყურადღება. AI თვითონ წყვეტს, რომელი პიქსელი რამდენად მნიშვნელოვანია. პრობლემა ისაა, რომ თავიდან ეს ყურადღება საერთოდ შემთხვევითია. ანუ შეიძლება იფიქროს, რომ ფურცლის კუთხეში არსებული პატარა ლაქა ძალიან მნიშვნელოვანია და მიანიჭოს მაღალი წონა. ხოლო თვითონ 100-ს ფორმას დაბალი და მე რა ხდება AI-ს აკეთებს მარტივ მათემატიკას, ყველა პიქსელს ამრავლებს თავის წონაზე, აჯამებს და ბოლოს ამბობს პასუხს. პასუხი შეიძლება იყოს სრული სისულელე და ეს ნორმალურია. აქ შემოდის მასწავლებელი, ეგრეთ წოდებული loss function. ის ეუბნება AI-ს, რომ შეცდი, ეს არ იყო 100-ა და აქედან იწყება ნამდვილი სწავლება, ეგრეთ წოდებული backpropagation. AI ბრუნდება უკან და იწყებს ანალიზს, რომელი წონები იყო არასწორი, რომელი წონა განსაზღვრა არასწორად და ნელ-ნელა ცვლის ამ წონებს. მეტი ყურადღება გადააქვს 100-ს ფორმაზე, ნაკლები ლაქაზე. ეს პროცესი არ ხდება ერთხელ, არ ხდება 10-ჯერ, ეს ხდება ათასობით, 10.000-ობით და მილიონობით მაგალითზე. AI ხედავს ბევრ 100-ს, სხვადასხვა ხელწერით, სხვადასხვა ზომით, სხვადასხვა დახრით. ყოველ ჯერზე თუ შეცდება, ვეუბნებით, არა, ეს არ არის A და ბოლოს ამ ყველაფრის შედეგად AI-ის ბაზაში ყალიბდება ძალიან კარგი მოდელი. და როცა ახალ ხელნაწერს აჩვენებ, რომელიც არასდროს უნახავს მანამდე, უკვე შეუძლია თქვას, კი, ეს არის 100A. და რეალურად ეს არის მთელი მაგია. ბევრი შეცდომა, ბევრი გასწორება და ბოლოს ძალიან ზუსტი შედეგი, ანუ ზუსტი წონა. ალბათ ყველა შეგხვედრიათ ინტერნეტში ეგრეთ წოდებული კაპჩა, სადაც გთხოვენ მოვნიშნოთ შუქნიშნები, ავტობუსები, ან ამოვიცნოთ გაუგებრად დაწერილი სიტყვები. გაინტერესებთ რატომ აკეთებთ ამას? სინამდვილეში ჩვენ ამ დროს AI-ის მასწავლებლები ვართ. წლების წინ, როდესაც არქივების და მილიონობით წიგნის გაციფრულება დაიწყო, კომპიუტერული პროგრამები ვერ ცნობდნენ ძველ დალაქავებულ ფურცლებზე დაწერილ სიტყვებს. მაშინ მოიფიქრეს გენიალური რამ.
კაპჩაში გვიჩვენებდნენ ორ სიტყვას. ერთი კომპიუტერმა უკვე იცოდა, მეორე კი იყო ის გაუგებარი სიტყვა წიგნებიდან. როცა ჩვენ სწორ პასუხს ვეუბნებოდით, ჩვენ რეალურად AI-ს ვეუბნებოდით, აი ეს პიქსელები ამ სიტყვას ნიშნავს. ასე ათასობით და 10,000-ობით ადამიანმა სრულად უფასოდ ასწავლა AI-ს წიგნების კითხვა და გააციფრულა მსოფლიო ლიტერატურა. დღეს კი როცა სურათზე შუქნიშნებს ვნიშნავთ, ჩვენ თვითმართვად მანქანებს ვასწავლეთ ქუჩაში ობიექტების გარჩევას. ჩვენ ვაძლევთ მას სწორ პასუხს, ის კი ცვლის წონებს, სანამ უშეცდომო არ გახდება. ეს არის supervised learning-ი, ზედამხედველობითი სწავლება. AI-ს სჭირდება ეტიკეტირება, labeled მონაცემები. ანუ მას კი არ უნდა აჩვენო უბრალოდ სურათი, არამედ უნდა უთხრა ეს სურათი არის ასო A. ადამიანები, რომლებიც კაპჩას ვავსებთ, რეალურად ვართ AI-ს მასწავლებლები, რომლებიც მას წონების სწორად განაწილებაში ვეხმარებით. მეტი თვალსაჩინოებისთვის ძალიან პატარა კოდი დავწერე, რომელსაც ვიდეოს ბოლოში ჩავსვათ დემოს სახით. უფრო ნათელი რომ იყოს, რაზე მაქვს საუბარი, სწავლების ნაწილში. გადავიდეთ ახლა შემდეგ საკითხზე. მაინც და მაინც ახლა რატომ გახდა პოპულარული ხელოვნური ინტელექტი? AI-ის იდეა 1950-იანი წლებიდან არსებობს. მაშინ რატომ არ ჰქონდა ChatGPT? პასუხი მარტივია. არ არსებობდა მონაცემები, ინტერნეტის წყალობით დღეს გვაქვს მილიარდობით ტექსტი და სურათი, რაზეც AI შეუძლია ისწავლოს. ასევე არ ჰქონდა გამოთვლითი სიმძლავრე, ძლიერი ვიდეო ბარათები, რომლებმაც საშუალება მოგვცა სწრაფად მოახდინოს დათვლები AI-იმ. და რაც მთავარია, ალგორითმების დახვეწა, განსაკუთრებით ეგრეთ წოდებული ტრანსფორმერ არქიტექტურა, რომელმაც რევოლუცია მოახდინა ტექსტთან მუშაობაში. ეხლა რა არის ეს ტრანსფორმერი? შევეცდები ძალიან მარტივად დავხსნა, რადგან რომ ჩაუღრმავდეთ, ბევრი მათემატიკაა საჭირო და საკმაოდ რთული ტერმინების გამოყენება, რაც მე ეჭვება ბევრს აინტერესებდეს. სიმართლე კი ის არის, რომ მართლა ვერ მოვიფიქრე მარტივად როგორ უნდა ავხსნა ისე, რომ თან სიღრმეებში შევიდე. ეს იმითაც არის განპირობებული, რომ გადაღების სპეციფიკას ეხლა ვსწავლობ და ნელ-ნელა გვპირდებით, რომ მომავალში ძალიან ტექნიკური ვიდეოებიც იქნება. ახლა კი უბრალოდ წარმოიდგინეთ, ჩვეულებრივი კომპიუტერული მოდელი ჰგავს ადამიანს, რომელიც წიგნს კითხულობს ჩვეულებრივად მარცხნიდან მარჯვნივ. ის ხედავს მხოლოდ ერთ სიტყვას, მერე გადადის მეორეზე და სანამ მეათე გვერდზე ავა, პირველი გვერდის დეტალები უკვე ბუნდობად ახსოვს. კი, დეტალებზე მაქვს საუბარი და არა შინაარსზე. ტრანსფორმერი კი სხვანაირად მუშაობს. ის წიგნს კი არ მიუყვება, არამედ მთელ გვერდს ერთიანად ასკანერებს. ის ხედავს კავშირებს სიტყვებს შორის, მაშინაც კი თუ ისინი ტექსტის სხვადასხვა ბოლოშია. ეს გავს მომენტს, როცა კითხულობ ნაცვალ სახელს ის და მყისიერად ხვდები, რომ ეს სამი აბზაცის წინ ნახსენები პერსონაჟზეა საუბარი. ადამიანს რომ მსგავსად შეეძლოს კითხვა, შენი გონება პრიორიტეტებს მართვას, ანუ self-attention-ს, ავტომატურად გააკეთებდა ტექსტიდან ამოიღებდა უმნიშვნელო სიტყვებს და დატოვებდა მხოლოდ აზრს. კონტექსტს მომენტალურად დაინახავდი, დასაწყის, შუას და ბოლოს ერთიანად აღიქვამდი. მოკლედ რომ ვთქვა, ტრანსფორმერი არის მკითხველი, რომელსაც არასდროს უწყდება აზრი და ტექსტს აღიქვამს ერთიანად. შემდეგი საკითხი არის generative AI. დღეს ყველაზე ხშირად ზუსტად ამ ტიპის AI გვხვდება. ანუ ისეთი ხელოვნური ინტელექტი, რომელიც აგენერირებს ტექსტს, სურათს, კოდს. მაგრამ მთავარი რამ რაც უნდა გვესმოდეს, ChatGPT არ არის ენციკლოპედია. მან არ იცის ფაქტები და ის უბრალოდ ტექსტის გამგრძელებელია. როცა მას რამეს ვეკითხებით, ის არ იწყებს ფიქრს ადამიანივით. ის უბრალოდ ითვლის ამ სიტყვების შემდეგ ამ კონტექსტში რომელი სიტყვა იქნება ყველაზე ლოგიკური. და მაინც, რატომ გამოდის პასუხები ასეთი ადამიანური? იმიტომ რომ ის ნასწავლია მილიარდობით ტექსტზე, წიგნზე, სტატიებზე, საუბარზე და ეს ალბათობები ძალიან ახლოს მოდის ჩვენს ლოგიკასთან. შედეგად გვეჩვენება, რომ თითქოს ადამიანი გვესაუბრება. მაგრამ ისევე როგორც ყველაფერს AI-საც აქვს მინუსები. AI, რა თქმა უნდა, არ არის იდეალური და მასაც აქვს ბაგები. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პრობლემა არის ჰალუცინაციები. რადგან AI ალბათობებით მუშაობს, მას შეუძლია სრულიად დამაჯერებლად მოგიყვეთ ისტორია, რომელიც რეალურად არასდროს მომხდარა. ის არ ამოწმებს სიმართლეს, მას არ აქვს სიმართლის დეტექტორი, მას აქვს მხოლოდ ლოგიკური თანმიმდევრობის დეტექტორი. მეორე საკითხია მიკერძოება, bias ეგრეთ წოდებული. თუ AI-ს ვასწავლით ძირითადად ერთ კულტურის, ერთი ტიპის ან ერთი შეხედულების ტექსტებზე, ის ამ შეხედულებებს მოგცემს როგორც ნორმას, თითქოს სხვა ვარიანტები არც არსებობდეს. AI კი არის ჭკვიანი პროგრამა, მაგრამ მაინც პროგრამაა და რაც აქვს ბაზაში, მხოლოდ ის არის მისთვის ჭეშმარიტება. და არის კიდევ ერთი ნაკლებად ხილული, მაგრამ ძალიან რეალური პრობლემა. ეს არის ენერგოეფექტურობა. ერთი დიდი AI მოდელის სწავლას იმდენივე ელექტროენერგია სჭირდება, რამდენიც პატარა ქალაქს. ეს უკვე არ არის მხოლოდ ტექნოლოგიური პრობლემა, არამედ ეკოლოგიური პრობლემაც ხდება ნელ-ნელა. და ახლა მთავარი კითხვა, რომელსაც ყველას ომს. წაგვართმევს თუ არა AI სამსახურებს?
ჩემი პასუხი მარტივია. AI სამსახურს არ წაგვართმევს, სამსახური შეიძლება წაგართვეს ადამიანმა, რომელიც იყენებს AI-ს. AI იქნება ძალიან კარგი ასისტენტი, ის დაგიწერთ იმეილს, დაგიგენერირებთ კოდის ნაწილს, დაგიგეგმავთ მოგზაურობას, გაგიმარტივებთ ყოველდღიურ რუტინას. მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებები, მიმართულება, გემოვნება, პასუხისმგებლობა ეს მაინც თქვენზე რჩება. თუ გინდათ რომ AI-მ თქვენს ბიზნეს ან კარიერას რეალური ბენეფიტი მოუტანოს, ნუ შეხედავთ მას როგორც მტერს. შეხედეთ როგორც ძალიან სწრაფ და ჭკვიან ასისტენტს, ინსტრუმენტს, რომელიც თქვენს ნაცვლად არ ფიქრობს, მაგრამ გეხმარებათ ფიქრების უფრო სწრაფად განახორციელო. და საბოლოოდ, როგორც ყველა ინსტრუმენტთან, ყველაფერი დამოკიდებულია არა ინსტრუმენტზე, არამედ იმაზე, ვინ და როგორ იყენებს მას. ახლა კი დაპირებული დემო, სადაც ძალიან მარტივი კოდის მაგალითზე გავავლით, როგორ მუშაობს ნეირონი და წონების გადანაწილება. ახლა გადავიდეთ დაპირებულ დემოზე, სადაც ძალიან მარტივი კოდის მაგალითზე შევეცდები ავხსნა, როგორ მუშაობს კონკრეტულად ერთი ნეირონი. როგორც ხედავთ ახლა სკრინზე, ეს არის ზოგადად ნეირონული ქსელის ნახაზი, ჩარტი, სადაც გვაქვს სამი შრე. პირველი შრე არის input layer-ი, საიდანაც შემოდის ინფორმაცია. მერე ანუ შუაში დგას hidden layer-ი, ეგრეთ წოდებული, სადაც ხდება ამ ინფორმაციის დამუშავება და ბოლოს output layer-ი, ადგილი, სადაც გვიბრუნდება უშუალოდ პასუხი. და მოკლედ კოდის მაგალითზე მინდა გაჩვენოთ, როგორ მუშაობს ერთი კონკრეტული ნეირონი. ამისთვის დავწერე C#-ზე ძალიან მარტივი კოდი, მაგრამ აბსოლუტურად ნებისმიერ პროგრამულ ენაზე იგივე შედეგს მივიღებთ და ჩვენმა ნეირონმა უნდა ისწავლოს 100-100 ცნობა. პირველი input letter-ი, ანუ ერთიანი, ჩვენ შემთხვევაში უდრის 100, ვთქვათ, რომ ჩვენი A არის ერთიანის. ანუ ჩვენი target answer-ი, ანუ მიზანიც ეს არის, რომ დაგვიბრუნოს ნეირონმა ერთიანი. შემდეგი არის უკვე წონა, weights, რომელიც როგორც თქვით, თავიდან პირველ ეტაპზე არის შემთხვევითი, ამ შემთხვევაში 0.1 ავიღე მე და ეს არის პირველ ჯერზე AI-ის ცოდნა, ანუ ჩვენმა ნეირონმა თავიდან 100-100 ცნობა არ იცის, ანუ წონა აქვს 0.1. ასევე გვაქვს ერთი ცვლადი, ძალიან მნიშვნელოვანი ცვლადია, ეს არის bias, რაც გვინდა ის დაუძახოთ, ანუ ეს არის გადახრა, მიკერძოება, დამატებითი აზრი. რას აკეთებს ახლა ეს bias? bias-ი რო არ გქონდეს ნეირონში, მას არ შეეძლებოდა ნულოვან მონაცემებზე გადაწყვეტილების მიღება. ანუ bias-ი არის, ასე ვთქვათ, დამატებითი აზრი, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ ჩვენმა ნეირონმა სულ არაფერი არ ვუთხრათ, თვითონ რაღაც გადაწყვეტილება მაინც დადოს. bias-ი რო არ გქონდეს ნეირონულ ქსელში, დაემსგავსებოდა ჩვენი ნეირონული ქსელი ადამიანს, რომელსაც თავისი აზრი არ გააჩნია და მხოლოდ სხვის აზრს იმეორებს. ამისთვის არის საჭირო bias-ი და ნახავთ ქვევით, რას აკეთებს ზუსტად. ასევე აღწერეთ learning rate-ი, ანუ სწავლის სიჩქარე 0.2-ad, 0.2 მივანიჭოთ და გვაქვს 25 გაკვეთილი, ანუ ციკლი 25 ბიჯით და პირველ ჯერზე, ანუ პირველ ბიჯზე რა გვაქვს ახლა? თავიდან როდესაც ვეკითხებით ჩვენს ნეირონს, რომ ეს არის თუ არა 100A, ანუ ჩვენ შემთხვევაში ერთიანი, ვარაუდის დონეზე იძახის ესეთ რაღაცას, რომ ჩემი prediction-ი, ანუ ვარაუდი არის, რომ input letter-ი, ანუ ერთიანი, გამრავლებული წონაზე და დამატებული bias. ეს არის ფორმულა. ანუ ჩვენ შემთხვევაში 1-ი გამრავლებული 0.1-ზე და დამატებული 0.05. ანუ პასუხი არის 0.15. პროცენტულად რო პროცენტი არ არის ეს, უბრალოდ ანუ პირველ ჯერზე მისი პასუხი არის 0.1-ის ნაცვლად 0.15, ანუ 0.85 არის აცდენა, ასე ვთქვათ. შემდეგი არის ზუსტად ამის განსაზღვრა, შეცდომის განსაზღვრა, რამდენად ავწდით ჩვენს პასუხს და ეს არის შეცდომა უდრის target answer-ს გამოკლებული prediction-ი, რაც ჩვენ შემთხვევაში არის 0.85. 1-ს გამოკლებული 0.15. და აქედან შემოდის უკვე back propagation-ი, რაც არის, ანუ დაბრუნება და სწავლება და გვაქვს ესეთი რაღაცა, ანუ წონა, weights, დამატებული შეცდომა გამრავლებული, ანუ შემომავალ პარამეტრზე და გამრავლებული სწავლების rate-ზე. რაც ჩვენ შემთხვევაში პირველ ჯერზე იქნება, ანუ 0.1-ს დამატებული 0.85 გამრავლებული 1-ზე და გამრავლებული 0.2-ზე, საბოლოოდ პასუხი იქნება 0.27. ანუ პირველად წონა რო ჩაასწორა 0.1-ის ნაცვლად უკვე წონა გახდა 0.27. და ასევე bias-ზეც იგივე ფორმულით, უბრალოდ bias არა აქვს input პარამეტრი, როგორც თქვით, ანუ bias-ი არის
თავისი აზრი და ბიასის შეცნობა გამრავლებული learning grade-ზე პირდაპირ, რაც ჩვენ შემთხვევაში არის 0.05-ს დამატებული 0.95 გამრავლებული 0.2-ზე არის 0.22. მოკლედ, სულ ეს არის 4 მოქმედება მთელი ერთი ნეირონის ფუნდამენტი. ეხლა ჩვენ რო გავუშვათ ეს ჩვენი კოდი და აქ ჩანს ზუსტად გაკვეთილების, ანუ ციკლის ბიჯების მიხედვით, როგორ მუშაობს ეს კონკრეტული მათემატიკური გამოთვლები. აქ აღებული მაქვს prediction-ზე მძიმის მერე 5 რიცხვი და წონებზე და bias-ზე 7, რომ კარგად დაინახოთ, როგორ უახლოვდება ერთიანს ჩვენი ნეირონი. ანუ თავიდან როგორც პასუხი იყო 0.15, მერე წავიდა ეს გამოთვლები, ემატება და 25-ე გაკვეთილში გახდა ერთიანი. კი, რა თქმა უნდა, ეხლა მე რო გავზარდო აქ მძიმის მერე 5-ის ნაცვლად 7 ან 8 რო დავწერო, ჯერ კიდევ არ იქნება ნასწავლი და შეიძლება 200-300 გაკვეთილის, ანუ 300 იტერაცია დასჭირდეს, რომ ერთს მიუახლოვდეს, მაგრამ მაგაზე არ არის, ანუ თავარი არის, რომ მაქსიმალურად დაახლოებული რიცხვს აბრუნებს ერთთან. და ამის შემდეგ უკვე ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენს ნეირონს შეუძლია 100 ცნობა. მოკლედ, სულ ეს არის ძალიან მარტივი კოდის მაგალითზე, როგორ მუშაობს ნეირონი. თუ მოგეწონათ დღევანდელი ვიდეო, გთხოვთ გამოიწერეთ ჩემი არხი, დაალაიქეთ ვიდეო და დამიტოვეთ კომენტარი. ეს მართლა მეხმარება. ნახვამდის.